მოგესალმებით. მეგობრებო, მეტად მიჭირს time management-ი, ეგრეთ წოდებული. აი, რო არიცი სად რომელ საათზე უნდა მოახერხო, ჩაკვეტო. მაქვს ძალიან თვილი თვის ცება, რომ კვეტავ ყველაფერს ყველანაირ დროს. ანუ არა, ნახე, აი ბუბა ეს არის. ხო და დღეს მაგ გადაღება, მე ბუბუსაა გადაღება. ეხლა მივაჩეჩოშიო. მე უნდა დაუბრუნდე მოვაჩეჩოშიო, მე ვინმეს კიდე შევაჩეჩოშიო. მიდი. მალე დავბრუნდები, იმედი მაქვს. ხო და აი ეს შეჩეჩვაც ხო. მოვიდა, სად მოვიდა? რომელი ხარ? სად მოვიდა? ვერ ხვდები სად მოვიდა, მანქანას აწერია რომ მოვედიო და სად მოვიდა. კაი, დაურეკავ. როგორ მოვიდა ისე რომ სად მოვიდა ისე რომ მე ვერ ხედავ. ეს არის აბა. გამარჯობა, აი ხედავთ ახლა მე იქ წავედი ბოდიში. გამარჯობა. ისე ჩაგიარეთ, ვერ დაგინახეთ. გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? აქ რატო გავჩერდიცი? რამდენჯერად გავჩერდი დამაჯარი. იმაჯარი გაჩერება არ შეიძლება და მივხვდი ხო? შემოუხვიე და გავჩერდი რომ მე კიდე ვერ დაგინახეთ თავიდან. არა უშავს. ვიპოვეთ ერთმანეთი რაც თავარი. იცით სიბერე რა არის? სიბერე არის როცა ცხოვრებაში. მართლა სარძრის მერე. ცხოვრების განმავლობაში ახალგაზრდა. რა კარგია. ძალიან დიდი მადლობა. ხო და სიბერე თვითონ და შეუწყოს ხელი ადამიანმა თავის ცხოვრებას. მასია. პროფესია გააკეთა. მოძრავი იყავი თუ. კი. ამერიკაში ხართ შე? კი. ისევ ამერიკაში ვარ, ახლა ცოტა ხნით ვარ ჩამოსული. და მივხვდი რომ ასაკიცით რაზე დამეტყვა. აი ისე ჩამოვიდოდი ხოლმე, საერთოდ მთელი ცხოვრება ისე ვიყავი, რომ აი არაფერი არ მაწუხებ და ეხა აი ნიგზიანები ხო გვაქვს ქართულს უფრო. აი ცუდად ვარ, კუჭიმტკივა 2 დღეა. აი რას ნიშნავს ასაკი? ხო არაფერი ახლა ისეთი ასაკი არის, მაგრამ მაინც აი გაზრდილი ვარ ამ საჭმელზე, ხო? როგორ ეჩვევა ორგანიზმი და ეხა უცბად ყველაფერი, აბა რა თავის ის უკვე ნენელა რო ორგანიზმი ცნურავს რესურს, გაიგე ის ყველაფერი დატვირთვას ვეღარ იტანს, ვეღაც იზალბობი რა ეს. კი. ასეა ნამდვილად. მაგრამ რო ჩამოდიხარ ხოლმე შეცვლილია, ხო? კი, ყოველ ჯერზე შეცვლილია. არ არის კარგი. ნუ აბა რას მეკითხებით გააჩნია? აი კარგი რა თვალსაზრისით ახლა. ხალხის ურთიერთობა, ხალხის ყველა ჩაკეტილია, სულ სხვანაირი იყო. ეხლა ბავშვობაში სხვანაირი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სოციალური ქსელები არ არსებობდა. ხალხი ერთმანეთთან სტუმრად დადიოდა და ეხლა სტუმრად მაგას თუ გულისხმობ? ნენელა მეგონი ევროპის იმაზე გადავდივარ თვა. ევროპაში სულ სტუმრად დადიან ერთმანეთთან, ევროპაში სულ ყოველ დღე ერთმანეთს ნახულობენ. აქ უკვე აღარაა საჭირო. აი უყურე ახლა მე მქონდა რამოდენიმე ისინი რა ეცა. აი ახლობლებში კორტინი მქონდა ბიჭის და ახლობელი მირეკავს, აი მამაჩემი ბიზაშვილი რომ მიულოცა რამე და ჩათვალა საჭიროდ რომ всё ამით დამთავრდა. და ჩამოვიდა რა. ნუ რუსული სტილით, რუსებს როგორც უყვართ რა, რო არიციან არც მეზობლობა, არც მეგობრობა. უფრო ევროპელი ხალხი ვართ და მაგიტო ევროპელებმა იციან გადაყოლა. თქვენ იცით როგორ იციან ამერიკელებმა და ევროპელებმა გადაყოლა? კი არ დარეკავდა და მოგილოცავდათ, ჩამოვიდოდა, საჩუქარს იყიდიდა, სახლში მოვიდოდა, აი ყველაფერს გააკეთებდა. ეგ ხომ მთავრობასაც ეთყობა, ხო? აი ხა მაგალითად ევროპაში და ამერიკაში თუ ოდნავ მაინც გიჭირს, მთავრობა გეხმარება, სამსახურს პოულობს შენთვის, შენ შვილს განათლებას აძლევს თუ საჭიროა.
ყველა სფეროში ეხმარება. გინდათ აიღენ აგე გაჭირებულები ის სახკარი რო არ აქვს, aga თავშესაფარი. აქ მე რა ვიცი, აქ რუსული სტილით, რუსეთში როგორც არ აინტერესებთ ხალხი. არ უნდა თექნოლოგიის ქართველი ნაგავში რო. მაგაში გეთახა. ის გვაქვს რესურსი, რომ ყველა დააფუძნოს და ელემენტარულად იმას ვარი თქო როლე მოდელის მანქანა ყავდეს. რა თქმა უნდა. სახელი და საჭმელი კონდეს და არ უჭირდეს. კი, გეთანხმებით. ძალიან კარგი იქნება, რომ გაჭიროება ბევრი თავის საქმე აკეთოს, რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგად იქნება. ეგ არის რომ ყველა თავის საქმეს არ აკეთებს. ვიღაცა ყავს, всё, ის უნდა მარტო ხელმძღვანელობდეს და არ აკეთებს ის რაც ევალება. აი ახლა მაგალითად თავიღოთ ძალიან ბევრი მინახავს. აი მე ზოგი აკეთებს ქალბატონი ისე გამოწვია სამხელა 1 საათში ესენი ისევ დაიყრება. და ერთი ქალი გვიის და 5 ადამიანი მოდის შემოწმებას. აი რა თუნდა შემოწმება ის 5 ერთი დატოვე და ის 4-ვე გამოუშვი ცოცხი დააჭერნეთ თუ უნდა ხელფასი და მუშაობა. ერთი ის არის რა ქვია გელაო და დანარჩენი უპროსებიო და ეგ მართალია. ეგ ეგრეა. ნუ რას ვიზამთ? ეს ხალხი აგერ ჩამოსულები რო არიან აგეროზიან და თავანთი მე იმათმა თავად ქვეყანაში ისეთი დააგროვეს, კაი პენსიები ქონდათ, კაი ხელფასები ქონდათ და დღეს რო უყურებ არა, უფრო ასაკიანი ხალხი დადიან საქართველოში და ერთობია. რამდენი ქართველია, რომ ნამყოფი არ არის ქართულ იმეებში, რა ქვია, კულტურული იმეებზე და ნანახი არ აქვს და სხვა ქვეყნებში ახლა მე ტაქსავ და ხანიკ წამიყვანენ, აი წავიდე ხანიკ და ხანიკ. ქართველი ნამყოფი არ არის. სენაკელი მეუბნება კანიონზე არა ვარ ნამყოფიო, სენაკელი ადამიანი და წარმოიდგინე. ხო, ეგ არ მომწონს ძალიან. ეს მე მგონია რომ რაღაც ოჯახიდან უნდა იყოს წამოსული. აი ოჯახში უნდა ასწავლოს შენ შვილებს, რომ ყველგან წავიდნენ, ნახონ საქართველო და ათვალიერონ. მე მგონი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა მე მაგალითად დასასვენებლად ყველაზე მეტად მირჩევნია ხოლმე თითოჯერზე ჩამოვიდა და რაღაცა ახალი ვნახო საქართველოში, რაც არ მინახავს. ხან სვანეთში წავალთ ხოლმე ხანი იქ, ხან აქ და რაღაცა ახალი ყოველჯერ. ჩამოდიხარ და სახლში თუ იმას გენდა მეგობრები სახლში გაკითხავდნენ, მარტო რა არის, უნდა გახუდი და აქეთ რა თქმა უნდა, როცა საშუალება გაქვს და რო გიშოვია და საშუალება რო გაქვს და გამოიყენო. კი. ზოგვა არის ისო, უჩენია რომ ესე იყოს და აქვს, მაგრამ არ გამოიყენო. თავის. ხო. კაცია და გუნება. 1000-ნაირი არსებობს. მადლობა. მე მგონი ყველა ვეჭხობი ამ ტაქსის მძღოლს რაღაცა მომეჩვენა რომ რუსუთუმები რო არიან ხოლმე. ხო იცი და ევროპისკენ მივდივართ და ევროპა რასაშინელებას რო იძახიან ეგ მეგონა და რაღაცა. მე ბოლოს დავმეგობრდით. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, მადლობა. ლოქში ვარ. კი. სალამი მეგობრებო. მოგეს. მე არც ვიცი რა გადაცემა შემოვდივარ. რა მეგობრებო, უბრალოდ ნახეთ რა. სად მოვედი მართლა? ჩემს გადაცემა არ გაქვს ნანახი. არ მაქვს ნანახი, მაიმი ჩემი სირცხველი და მაგრამ არა უშავს ნახავ. კი. რა ქვია გადაცემას? თემური ებიტაში. ღმერთო რა გადასარევია. როგორ მიხარია? შევიდე? კი. ბაი. გამარჯობა. აი როგორი აბსოლუტურად უნამუსო ვარ, არც ვიცი სად მოვდივარ. მაგრამ ესეთი ასეთი ფრაგმენტია შემხედრია. იცი რა, ეხლა შენ გიცნობ რა თქმა უნდა და სავარაუდოდ შემხედრია. აი ეს უბრალოდ აი თავიდან ბოლომდე რო გითხრა რომ ვნახეთ ხო რაღაცა, უნდა ტყუილები თქვა და ტყუილებს ვერ მერამდელი პოდკასტია მითხარი. დღეს? არა, ზოგადად. მეოთხე დღეა რაც საქართველოში ხარ უკვე და მე-6 თუ მე-7. ხო და უკვე მერამდელი. ხო და არ ვიცოდი ამდენი პოდკასტი საერთოდ იყო. აი მე ეს ჯერ დასაწყისი. ანუ შენ ფიქრობ რომ აი სულ ყოველს პოდკასტი თითო ოჯახში თითო პოდკასტი იქნება? ეგრე ხო იყო რომ აი თითო ოჯახში რამდენიმე მანქანაა ხო თითო პოდკასტი იქნება. აი რას ნიშნავს სიყვარული რეიტინგი ნუკის? არა იცი რა არის მე ვფიქრობ რომ ეს არის რაღაცა ხალხმა ამოისუნთქა ტელევიზიის გარეშე.
ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგი ტელევიზიები დახურეს, არა. ეგ კატასტროფაა და არა დემოკრატია, მაგრამ მარტივიც გახდა რაღაც შენი მეობა აჩვენო. ანუ ნახე რა გადანაწილდა, ეხა წამყვანი აღარ არის მონა და პროდიუსერი აღარ არის ღმერთი. ეხა უკვე წამყვანი თვითონ წამყვანობს და პროდიუსერი კიდე მუშაობს წამყვანზე. რაც აი მე არც ერთი პროდიუსერი ცუდი არ მყოლია, მაგრამ ნუ ტელევიზიაში რომ მუშაობდი, წარმოიდგინე ხა ისინი იმ ხელფულებს შოულობდნენ, გინდა ტელევიზია თვითონ რეკლამიდან, გინდა პროდიუსერი, გინდა რეჟისორი, ყველა ძალიან გამდიდრებული და ყველა წამყვანი ტრაკ გამოღლეტილი კრედიტებით და უბედურებით, არა და ნუ შენზე იდგა გინდა, ნუ არა ეგრეც არ არის, რა თქმა უნდა, რეჟისორის, პროდიუსერის. კაი, წამოჩვენ მივცხოთ თან. თორემ მე კიდე ორი პოდკასტი მაქვს დღეს. არ ვიცი. დღეს მართლა გეუბნები, დღეს რაღაცნაირად ისეთი დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი, ვისთან მივდივარ. გუშინ ვიცოდი, გუშინ წინ ვიცოდი და შენ ხო დამირეკე მე WhatsApp-ზე. ხო და აი WhatsApp-ზე რომ დამირეკე, დამეწერა საერთოდ რაღაცა სხვა სახელი, ვერ გავეგე მეგონი ბავშვს ვაძინებდი. კი მეთქი მოვალაბარ ასვიზამ, თან უარს არავის არ ვეუბნები. და კიდე ვიღაც არის, ვინც ასევე არ ვიცი ვინ არის. მონატრებული ხარ უარს არავის. არა, მე ზოგადად უარის თქმა მიჭირს. მონატრებულიც ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ უარის. ამასობაში იცი როდის მოგწერე პირველად? როდის? ჯერ კიდევ საქართველოში ყავი, არ ყავი. 1 წლის წინ? თით რაღა შენ რა დამიშავე რატო რა აუ რასაშინელი გოგო ყოფილვარ. კაი, აბა ნახოთ ახლა ჩავწერთ, გაგთიშავთ თქვენ უნდა აუცილებლად უყუროთ, სანამ უნდა გამოგიწერონ, მითხარი და როგორ უნდა გეყურა. YouTube-ზე ჩაოლობ ჩაწერთ თემური ებიტაშვილი და ნახეთ მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, სხვა გადაცემებიც მოგეწონებათ. დარწმუნებული ვარ. კაი, და ჩვენ მე რომ მორჩებით, გეტყვით როგორ გამოვიდა. დავასრულეთ. შუქი აინთო, თამაში დაიწყო კერდა. აი, რა სიტყვა შენ პირველ რიგში, აი როგორ ფიქრობ, როგორი გამოვიდა ეს ინტერვიუ? მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ხო. ეგარი თავარი. კი, ნუ მე მართლა კმაყოფილი ვარ. ახლა მთავარია თქვენი აქტიუროთ და ელოდეთ ჩვენს ინტერვიუს, გადმოდით. გამოიწერეთ თავისი. და ახლა შენი აზრი მაინტერესებს, რამდენად კმაყოფილი ხარ? რო არ იცოდი სად მოდიოდი? ნახე, არ ვიცოდი, დეგენერატი ვარ მე რო არ ვიცოდი სად მოვდიოდი და შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ისე მომწონს როგორი კითხვებით დასვი. ეს არ იყო რაღაც აი ჟურნალისტებთან ყოფილვარ და დაუსვათ აი მომიყევი კურიოზი. და აი რაღაც აი რა განსხვავება შენსა და შენი დიშვარ თუ რაღაც აი ხო იცი ბანალური კითხვა. სულ ფიქრობ ხოლმე. მოიფიქრეთ რა რამე რისერჩი გააკეთეთ. აი ბევრი კი არ გჭირდება. უბრალოდ ადამიანი რომ მოდის სტუმრად, ცოტათი გადახედეთ, აი ისე კი არა რომ მახსოვს ცეკვებში ცეკვავდა. ცოტა რამე ნახე ინტერვიუ. შენ იყავი მაგარი მომზადებული. და იყო ძალიან საინტერესო კითხვები მოიცად ჩემზე გაჩერდა. კი, გეთ მეგობრებო. აი, ეს არის კება ჩემთვის. და იცი რა არის, მაყურებელიც შენს რესპონდენტს იგებს შენგან ბევრად უკეთესად, როდესაც კითხვები არის, ნუ რესპონდენტზე დაშვილი. ჩემი მთავარი მიზანი, როდესაც დავიწყე ჩემი ინტერვიუები და ჩემი გადაცემა იყო, რომ ეს თქვენი ვარსკვლავები სხვა კუთხით დავანახო, აი სულ აი სხვანაირად გავაცნო, აი მაგაზე ვმუშაობ და ეგ არის ჩემი მთავარი მიზანი. და ეგ ხდის შენს პოდკასტს საინტერესოს, რომ ამოვიდა ყელში ეს რაღაც ყველა ფული არ გადამიხდი. ეგრეა. არა და ვუთხარ ცოტათი მომენტს. კაი, ხო მე ნუ კი კოსმეტიკს ვიყიდი. აი ასე ხდება ბარტერები. მაგრამ არა, ყოჩახ, ძალიან საინტერესოა და მომწონს. მე ხა მომინდა რომ შენთან შევიდე და სხვაებიც ვნახო, იმიტომ რომ ვიგრძენი მე კარგად როგორ გამწურე და როგორ გამომკითხე ყველაფერი. მომინდა რომ ძალიან დიდი კომპლიმენტი უნდა ჩაგეხუტა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. წყალიც მომცა. აი უბრალოდ რო ნახო, რამდენჯერ მქონდა მოწერილი. დედა ჩემი სიკვდილი. დედა ჩემი სიკვდილი, რა სირცხვილია. ცაგდავდო ცოტა ხანი. არა, ნუ ეგ არის ჩემი სირცხვილი, რომ შენ მე მწერდი და მე შენ რა პასუხს აღცემდი? არა. მოიცა და ნახე რომ შენი მესიჯი? არა, არც გქონდა. აბა, მინახავს. წაშო მე მართლა ერთი წელია, რაც წელი. აი კომინდა. ხო და რა მაინტერესებს? შევით ვიწერებოდი. სად მწერდი ინსტაგრამზე? მე გაფოლოვები სადაც. კი ინსტაგრამზე. აი ხო გავარკვიოთ ეგ ამბავი, მოდი ვიჩხუბოთ. სად მწერდი? ფოლოვებ რა თქმა უნდა. არ მინახავს. ხო, და მაგას ვამბობ. ნუ ერთსად წერდი, მაგრამ არ მინახავს. და მე როგორ მიპოვე? მე
მე ჩემო პროდიუსერმა არ ვიცი სად დარეკა ვიღაცა მისცა შენი ამერიკული ნომერი და ჩემი ტელეფონით დაგირეკა. ხედავ, არ და რა მარტივია ჩემი ფონა. ვინმეს მე სხვა შეს ნომერს არ ძმალა. ანუ გლობოს კურიერს რო კითხო ყველა მისი ჩემი ნომერი და შენ რა გაგიკი? აუ, TikTok-ი ხომ არ გადავიღე. გადავიღე. იცი რომელი? შენი ჩემი სხეული. მოდი. გადარეული. უნდა გადავიღო დავით. მე ვიპოვო. არის ექსად მე TikTok-ში. იმედია. ხალხი ექსად. იქ ხომ არ დევს? არ მეგონი არ არის. მოდი ჩემი სხეული გადარეული. ჩემი სხეული. იმედია დევს, ხო? სადმე იქნება? არ არსებობს რა იყოს. დღეს კიდე მივიდოდი ერთ კუთხეში, რომელიც არ ვიცი რა არის. და ვინ დაგვაქვს? არ ვიცი. მაინც არ შემიძლია გითხრა. ის ხმასაც ხვალ? ორზე გელოდებით. კაი, სად მივიდოდი? ნახოთ. არ ვიცი სად არის. ხიზანიშვილი, სად არის ხიზანიშვილი? კაი, მივიპოვე. თერაპია პოდკასტს. პოვე იქნები შტერი. არ იქნება შტერი. აპოგეა ჩაწერე ან ჩემი ცოლის დაქალები და იპოვე. აი გრქვია? ნუ რომ ასე ესე იპოვე ხა. აბა ჩემი სკეული გადარეული. შენ. გონიერა ხოსიკასთან ურჩე. რამის ხო? რომ ველი არ ვიცი. და გვიდა და რაღაც ისეთი იქნებოდა. აი, მეცადე აპოგეა. და ვარ იპოვება. შეცადე. აი, სცენაზე ფონოგრამა ჩართულ და ბენდიც არ ნახე პოვე. არის თუ არც თამოყოლება. ისე რამენად მსახურებელი. კონი კიდე თქვა რომ ეს კონცერტი არ დამისახურებია. მეცადე გამოდი. ძალიან ახალ. გეტაყვი. არ იქნება, კიდე. აუ, რამდენი ხანი ვიყო. ანუ მასთან შენ დაიწყო გაცდენ. Trends. კაი, მე ჩემ ტელეფონში შეხედა. რამე გამოგცა. იმისთვის რომ მე არც რა ქვია და ეკარო. ანუ პროსტა რა და ზუსტად ვიცი რომ მიყო. კი, მე შემხედრია. სცენაზე ფონოგრამა ჩართულ. მე ისი აპოგეა, შეცადე. სეკინდა რაც გავაკეთე და ეს ვიპოვე. შაღაც პაჩინივე. ეს ხო გქონდა შურთნანა. შავლეკო. შენი ცოლი უნდა მოკლა. არაფერი არ არის გაკეთებული რა თქვენ? მოიცა. აი, ხადაო ვიყო. როგორ გამოგიგზავნა? და კოპერები მკითხნობა. იგი შეხენი. გიჟდო ამ სიმღერაზე. აუ, რა გასხია, როგორ მეცნობა? ახლა ჯიმიჩო. აუ, ძალიან მეცნობა. ჯიმიჩო შავე. რაღაცას ესხა. სა? და ჩუქნა. გადაგვიდე. ახლა მე თუ წამოვიწყე ტრენდი. ჩემი სხეული გადარეულის? ჩემი სხეული კი მასე გადარეული. არა, აქეთ ფონზე ვიყოთ. აქეთ, კაი, მეც დავაყენო. ჩემი YouTube მეგობრებისთვის. ანუ მეგობრები ნახლა. ანუ აი მე რატო ვწვალობ მე და ვერავერ ქენი? ხავინ რეკავს.
TikTok-ზე ვერ გადააქვს. შენ გედო ეს? არა. არა, ჩიცდე. არა, ნახეთ, შედი. ხო, რაღაცა მე უფრო კარგად. კი. ვქენი. და ბენდიც არ არის, ხვდები? ეს არა. არაფერი არ არის რა იკანა. ნახე. ბუმ. და სად იყო? არა. რაღაცა ხო დაჭდა. ჩიცდე მომენტები ერქვა იმ page-ს. ჩიცდე მომენტები? ჩცდე მომენტები ესე ერქვა? და page იყო. აუ, ძალიან ვიყო. დები ვარ თუ ატყობ. მოიცა, სად იყო შენი Facebook-ი? გადადი რა, open app. და არ ხსნეს მაგაში. კაიგენა ჩემით გადავიღო. კი ბატონო. მაშინ შენ უნდა და. მე დავდებ და აქ თაგავ და კოლაბორაციას გაგიკეთებ, არ გინდა? აი, ფული შენ კი არა, მე უნდა გადაგიხადო. ხო. ეგრე გამოდის. რა ვიცი, გასულ ფიქრობთ თუ არ ვიცი, არ მახსოვს რა ცეკვა იყო. ჩემი ხელმდე. Вещи, которые აჰა. დავით. არა, რატო ვერ ესე ვერ ვიზამთ? ხელა როცა ხა. მიგონე. კაი, არ მახსოვს ოღონდ როგორ არის. ამცი მე. არა უშავს. იმპროვიზაცია. აღარ მახსოვს. გეყო. აჰა. როგორ აქ თაგო ეხა მითხარი? მანდაც აი invite collaboration. მანდაც სირთულეებით ხარ? მანდაც with love With love. team. ხოსავა. ერთი წამი ღმერთო რა და. აჰა, გიპოვე. იპოვე? ხა. მორჩა. ამასობაში ეს კამერაც უნდა ავიღო. ესე სწავლა ხო? ესე ჩემი ბლოგი პაიმას ვიხმარებ. როგორ? რატო დამყვება? ეგ არის ხო დაყვება. წავართ ისევ მეგობრებო. იცი რა, TikTok-ს ამ ბოლო დროს არ ხმარობ და ამიტომ შენ თუ გადააზიარებ. გავიქეცი. დიდი მადლობა. ნახე რა. ძალიან რატო ხარ ნაგლი? როგორ მოვატრე უნდა გადაგიღო, უნდა გამოკითხვა მოგიწყო. აი ეს მოატრიალე და აჰა, შენ მიკროფონი მომიწყე გამა. კი ბატონო. ნუ კი, რა გაცვია დღეს? მე რა კი მაცვია, ქებურია და ეს შარვალი ზარაა მეგონი. იდეალურია. და გავსები. არის აუ, ეს იდეალური? ძალიან მაგარი კოდია ქებური. ეს არის ქებურიას, იცი როგორ მოწონს რაღაცები ქებურიას, ეს გიჟდები. აი და კომენტარები ვნახე შენს წარბებზე. აი მითხარი, ცხოვრებაში ხო ბევრად უფრო ლამაზია. ძალიან გიხდება. აი მეც ესე მგონია. კი, მართლა. მეც მგონია რომ და კიდევ საშინელება უნდა ვთქვა, ლაივში უფრო ლამაზი ხარ ვიდრე სოციალურ ქსელებში. ვარ უფრო ლამაზი ლაივში ვიდრე სოციალურ. მიწოდი როგორ რეაქცია ქარა. ნუ ხა ტელევიზორი ხო იცი რაღაც ცოტა ასუქებს მე ხან ისე რო ხარ სულ ერთი და იგივე რა. არა მართლა. ხო? და უფრო გამხდარი. ეხა ცოტა გავხდე. აი ოდნავ გავხდე. კიდე დამჩა 10 კილო მაქვს დასაკლები. არა. კი 10. ანუ იქამდე რო ვიყო რაც ვიყავი 10. ბევრი იქნება. всё. არა. როგორ აი ხდება? ველოდებით ტაქს და ნუ მე დაგემშვიდობებით, კოცნით გეხოვით, მანდ ნებიკოშკერებული და აუცილებლად ვიყურეთ